სხვადასხვა ვადით ჩამორთმეულ მართვის მოწმობებთან დაკავშირებით ამნისტია უკვე ძალაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი პროცედურებს განმარტავს, თუ ვისთვის და როგორ მოხდება ადმინისტრაციული სახდელის გაუქმება. 20,000-ზე მეტი მძღოლი მართვის უფლებას და მოწმობას 100 ქულით 2026 წლის 1 იანვრიდან ავტომატურად დაიბრუნებს. ასეთი ამნისტია გავრცელდება მათზე, ვისაც აკრძალვა ქულათა რაოდენობის ამოწურვის, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მართვის ან შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო და დაწესებული. სხვა წესები იმოქმედებს იმ მძღოლებისთვის, ვისაც უფლება ჯარიმების გადაუხდელობის გამო აქვთ შეზღუდული მათ მართვის მოწმობა, მხოლოდ ჯარიმების გადახდის შემთხვევაში დაუბრუნდებათ. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ამნისტიის პარალელურად უქმდება კანონის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული დარღვევის ჩამდენს შესაძლებლობას აძლევს მართვის უფლება ვადაზე ადრე აღიდგინოს. ჩამორთმეულ მართვის მოწმობებთან დაკავშირებით ამნისტია ძალაში შევიდა. ეს ნიშნავს, რომ 24,000-მდე მძღოლს მათ ვინც მიმდინარე წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ავტომობილის მართვის უფლება ჰქონდა ჩამორთმეული მოწმობები დაუბრუნდებათ. თუმცა პროცესი განსხვავებული იქნება იმის მიხედვით, თუ რა სიმძიმის კანონ დარღვევა ჰქონდათ ჩადენილი. მაგალითად, პირებს, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში მართავდნენ, ან ავტოავარიის დროს შემთხვევის ადგილი მიატოვეს, რაიმე დამატებითი განცხადების წარდგენა არ დასჭირდება და 1 თებერვლამდე ეტაპობრივად ავტომატურად აღუდგებათ ავტომობილის მართვის უფლება. მათ უბრალოდ საკუთარი მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე უნდა გადაამოწმონ და სწორედ იქ ნახავენ ინდივიდუალურად რა რიცხვიდან დაუბრუნდებათ მართვის უფლება. თუმცა მათ ვინც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან ნარკოტესტის ჩაბარებისაგან თავის არიდების გამო აქვს ჩამორთმეული მანქანის მართვის უფლება, მოუწევთ მომსახურების სააგენტოში დასკვნა წარადგინონ. განსხვავებული მიდგომა იქნება პრობაციაზე მყოფ მოქალაქეებთან დაკავშირებითაც. ამ პირებისათვის მართვის უფლების აღსადგენად აუცილებელი იქნება, რომ მათ წარადგინონ დინამიური დასკვნა მომსახურების სააგენტოში. შესაბამისად, მომსახურების სააგენტო უკვე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს მართვის უფლების აღდგენას. ამ შემთხვევაში კონკრეტული ვადა დადგენილი არ არის, მას შემდეგ რაც ეს პირები წარადგენენ დინამიურ დასკვნას, სააგენტო უზრუნველყოფს მართვის უფლების აღდგენას. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 263 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ან 273 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ამ შემთხვევაში მათ მართვის უფლების აღსადგენად უნდა მიმართონ პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიას, რომელიც დინამიური დასკვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას მართვის უფლების აღდგენის თაობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ამნისტიის აქტი ჰუმანურ მიზნებს ემსახურება და ის ერთჯერადი იქნება. ამასთან მძღოლებს მოუწოდებენ გაითვალისწინონ, რომ შემდეგი დარღვევის დროს კანონმდებლობა მათ უფრო მკაცრად განსჯის. მაგალითად, თუ დღეს დაშვებულია, რომ მძღოლმა ჩამორთმეული მართვის უფლება ან შეწყალების ან ჯარიმის გადახდის საფუძველზე ვადის ამოწურვამდე აღიდგინოს, ეს შესაძლებელი უბრალოდ აღარ იქნება. სამომავლოდ ის მძღოლები, ვინც ჩაიდენენ, ანუ დაждდებიან საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში და მართავენ ავტომობილს, მათ მიმართებაში ბევრად უფრო მკაცრი რეგულაციები გავრცელდება. კერძოდ, მათ მოუწევთ ბოლომდე მოიხადონ ის სახდელი, რაც კანონით არის გათვალისწინებული და შეღავათის მექანიზმი აღარ იარსებებს. ასევე ეს ჰუმანური აქტი მთლიანად არ ათავისუფლებს მძღოლებს პასუხისმგებლობისგან, თუ მათ მაგალითად დაკისრებული ქონდათ ჯარიმა მართვის უფლების შეზღუდვასთან ერთად, ბუნებრივია მათ მოუწევთ ამ ჯარიმის გადახდა და ისინი რჩებიან სახდედებულებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართ უფრო მკაცრი სახდელები იქნება გამოყენებული, ვიდრე იმ პირების მიმართ, ვინც პირველად ჩადიან მსგავს ქმედებას. მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიას განსხვავებული შეფასებები აქვს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრების მხრიდან. მაგალითად, ქართულ ოცნებაში ამ კანონის ჰუმანურ მიზნებზე ამახვილებენ ყურადღებას. თუმცა ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს ამნისტია ქვეყანაში არსებული კრიზისისა და მმართველი გუნდის მიმართ მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი კრიტიკული დამოკიდებულების შერბილების მცდელობას ემსახურება. კრიზისულ სიტუაციებში ქართული ოცნება მიმართავს მსგავს ეგრეთ წოდებულ საქველმოქმედო აქციებს, მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოება დაამშვიდოს და აჩვენოს თითქოს მხარდაჭერა. ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას ძალიან უჭირს ის რღვევა, რაც სისტემაში არის დაწყებული, მათ რაიმე ფორმით უნდა შეაწებონ და ამის დადასტურებაა სწორედ ეს მართვის მოწმობების ჩამორთმეული მართვის მოწმობების უკან დაბრუნება. რა თქმა უნდა, არის ჰუმანური აქტი, ზოგადად ამნისტია, ესე ვთქვათ, საახალწლო საჩუქარია, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ მოქალაქეებთან გვაქვს თხოვნაც და მოთხოვნაც, რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ, მით უმეტეს
გადაწყვეტეს, ახლა ნასვამ მდგომარეობაში არავინ არ უნდა დაждდეს საჭესთან, ვინაიდან არა მხოლოდ თავის თავს აგდებს საფრთხეში, არამედ დაანჩენ მოქალაქეებსაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით დღეს ქვეყანაში ავტომობილის მართვის უფლება საერთო ჯამში 35000-ზე მეტ ადამიანს აქვს შეჩერებული. მათგან 780 პირს 100 ქულა მთლიანად აქვს ამოწურული. 3500 ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების გამო ჩამოართვეს მართვის მოწმობა. კიდევ 20000 პირს კი ნასვამ მდგომარეობაში მართვის ან ავარიის ადგილის მიტოვებისთვის შეუჩერდა ავტომობილის მართვის უფლება. ყველა მათგანს ანუ 24000-ვე მძღოლს ამნისტია შეეხება და ისინი მართვის უფლების დაბრუნება შეძლებენ. თუმცა არიან მძღოლები, ვიზეც ამნისტია ან არ იმოქმედებს, ან არ გავრცელდება. მაგალითად, ამნისტია არ იმოქმედებს იმ 11000 მძღოლზე, რომლებსაც მართვის უფლება ჯარიმების გადაუხდელობის გამო აქვს ჩამორთმეული. ყველა მათგანს მართვის მოწმობა მხოლოდ დაკისრებული საურავის გადახდის შემდეგ დაუბრუნდებათ. ასევე ამნისტია არ გავრცელდება სისხლისამართლის კოდექსის 2 მუხლზე. დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა, შენახვა, რეალიზაცია გასაღებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის დროს მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევებზე.